20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით თბილისმა ყოველწლიურ ორდღიან დასაქმების ფესტივალს უმასპინძლა, რომლის მიზანიც სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება იყო. Როგორც ჩაიარა ღონისძიებამ, რით იყო წელს განსხვავებული და მთლიანობაში რა ტენდენციებია შრომის ბაზარზე, ანა ნავრადაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი, კომპანია HR Hub-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია, ჩვენი სტუმარი თემის დეტალებით. ანა, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ტრადიციულად ფესტივალის დასრულების შემდეგ თქვენ ვსტუმრობთ ხოლმე და ვაჯამებთ შედეგებს. მოდით მოვიქცეთ ამჯერადაც ასე, როგორც ჩაიარა ფესტივალმა, რამდენად დიდი იყო აქტივობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა რომ ყოველთვის გვითმობთ დროს. დიახ, გუშინ HR Hub-ის ორგანიზებით ჩატარდა დასაქმების ფესტივალი Holiday Inn-ში. ეს იყო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო 30-მდე დამსაქმებელი და წარმოდგენილი იყო 250-მდე ვაკანსია. აქტივობა კანდიდატების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, დიდი ინტერესით შემოგვიერთდნენ კანდიდატები და მათ გაეცნოთ არსებული ვაკანსიები, რომელიც კომპანიებმა წარმოადგინეს და გარდა ამისა გაეწიათ კარიერული კონსულტაცია ადგილზე ჩვენმა კარიერულმა კონსულტანტმა მისცა რჩევები გასაუბრებასთან, CV-ს შედგენასთან დაკავშირებით, კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის. ბუნებრივია, რადგან სამსახურის ძიების ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. 30-ზე მეტი კომპანია, 30-ზე მეტი დამსაქმებელი იყო ჩართული ამ პროცესში. საინტერესოა ძირითადად რომელი სფეროები დომინირებდა, რომ გავმეჯნოთ. წარმოდგენილი იყო როგორც რითეილ სექტორი, ასევე უფრო კონკრეტულად ფარმაციის მიმართულება, სასტუმრო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციაც ძალიან ბევრი მონაწილეობდა და ვაკანსიებიც შესაბამისად იყო ძალიან მრავალფეროვანი. და რა გამოიკვეთა სიახლის ნაწილში, ანუ რა ტენდენციებია, რაც სეზონიდან სეზონამდე იცვლება? უახლეს ტენდენცია არის ის, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულია და წინ წამოწვეულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ვაკანსიები. კიდევ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის თემა, თანდათან ბაზარზე ჩნდება ისეთი დღემდე ჩვენთვის უცნობი პროფესიები, როგორიც არის მაგალითად AI დიზაინერი, AI სპეციალისტი და ეს ადამიანები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ჩვენს ბაზარზე და კანდიდატებსაც უწევთ, რომ გადამზადდნენ ამ მიმართულებით. კომპანიების უკავშირი როგორია? საინტერესოა, რამდენად მიიღეს, თქვათ, მათ რელევანტურ კანდიდატებთან კომუნიკაციის საშუალება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ IT მიმართულება, რაც ყველაზე მოთხოვნადია, ასევე არის ძალიან მაღალ ანაზღაურებაში და საკმაოდ დეფიციტურია კადრების ნაწილში. თუ იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები, ვისაც სწორედ ამ ნაწილში სრულს დასაქმება? დიახ, IT მიმართულებითაც ძალიან ბევრი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. დამსაქმებლის ბრენდებმა შეძლეს რომ წარმოედგინათ ის უპირატესობები, რომელიც თითოეულ კომპანიას აქვს, როგორც დამსაქმებელს, წარმოედგინეს როგორი სამუშაო გარემო აქვთ, რამდენად საინტერესო არიან დამსაქმებლებისთვის და მათ შორის IT მიმართულებით ეს იყო ვაკანსიები. დევიზი იყო ასეთი, შეხვდი ახალ წელს ახალი სამსახურით, ხო მასია? როგორია თქვენი გათვლები? რამდენი ადამიანი შეძლებს შეხვდეს ახალ წელს ახალი სამსახურით ან რეალური შესაძლებლობით? ძალიან ბევრი კანდიდატი გვესტუმრა გუშინ Holiday Inn-ში. ზოგადი სტატისტიკით ცოტა მოგვიანობით გვეცოდინება, როდესაც HR მენეჯერები კიდევ უფრო კარგად გაანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და მოგვეწოდიან ინფორმაციას წინა გამოცდილებით, სადღაც 30-35% კანდიდატების და უკვე იღებს დადებით უკავშირს, რაც ძალიან გვიხარია. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა გკითხოთ ასაკობრივ ცენზე, რადგან თქვენ შეზღუდვა არ გაქვთ, ძირითადად სამუშაოს მაძიებლები არიან ახალგაზრდები, თუ ხვდებით ისეთ კანდიდატებსაც, რომლებიც თუნდაც ცდილობენ პროფესიის შეცვლას, ახალ მიმართულებაში თავის გამოცდას? დიახ, HR Hub-ი ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ატარებს მას დასაქმების ფესტივალებს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა, ყველა მოქალაქე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ფესტივალში, έτσι რომ ძალიან ბევრი კანდიდატი გვესტუმრა, როგორც სტუდენტები, ასევე ადამიანები, რომლებსაც სამსახურის შეცვლა უნდოდა. ანა, თქვენ ახსენეთ, რომ ფესტივალის ფარგლებში მოსულმა დასაქმების მსურველებმა მიიღეს რჩევები CV-ს შედგენის, ასევე მოლაპარაკების ხელოვნების, თქვენი დაკვირვებით, რადგან ძალიან დიდი ხანია 2017 წლიდან უკვე ჩართული ხართ ამ მიმართულებაში. ძირითადად რა არის ის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც დამსაქმებელსა და
დასაქმების მსურველს კანდიდატს შორის საბოლოო ჯამში დადებით კომუნიკაციას და შეთანხმებას უშლის ხელს. ანუ CV-ს შედგენის კვალიფიკაცია არა გვაქვს, მოლაპარაკების ხელოვნებას ვერ ვფლობთ, თუ აი რაში არის ძირითადად პრობლემა? კი, CV-ს შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება ეს თითქოს ერთი შეხედულებით მარტივი თემებია, მაგრამ ძალიან სასარგებლოა თითოეული კანდიდატისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ინფორმაცია რაც შეიძლება ხშირად მივაწოდოთ ხოლმე კანდიდატებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებს ყოველთვის გავაცნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი უნარების შეძენა, ახალი ცოდნის მიღება, განახლება იმ ცოდნის, რაც აქვს თითოეულ კანდიდატს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ აი სადღაც 30 დღე ჭირდება ისეთი ძალიან საჭირო უნარების განვითარებას, რომელიც ახლა მაგალითად 2026 წლისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს უნარებია მაგალითად წერითი უნარები, საკუთარი აზრის სწორად გადმოცემის უნარი, მოლაპარაკებების წარმოების უნარი, პროექტის მართვის უნარები, დროის მართვის უნარი, LinkedIn-ის პროფილის სწორად მართვის და განახლების უნარი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ LinkedIn-ი ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ქსელია, პროფესიული სოციალური ქსელი, რომელიც ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს, რადგან HR მენეჯერები უპირველესად ჯერ LinkedIn-ზე ეძებენ კანდიდატებს და მათ შორის კომუნიკაცია ზუსტად ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება უკვე. აი სწორედ LinkedIn-ზე რომ შევაჩეროთ ყურადღება, აი წლიდან წლამდე, სეზონიდან სეზონამდე როგორ აკვირდებით, ანუ თქვენთან მოსული კანდიდატების რიცხოვნობის ნაწილი, ვინც უკვე ფლობს LinkedIn-ს, რამდენად მზარდია? მზარდია მათი რაოდენობა, იმიტომ რომ ისინი აცნობიერებენ, რამდენად მოთხოვნადია ეს საკითხი დამსაქმებლების მხრიდან. ჩვენი კონსულტანტიც ზუსტად ამ თემაზე ესაუბრებოდა მოსულ კანდიდატებს და მიხარია, რომ ცნობიერება თანდათან უფრო ამაღლებულია ამ მიმართ. და მაინც უნდა ჩაგეკითხოთ აუცილებლად მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე, თქვენ ახსენეთ AI მიმართულებების სრულიად ახალი პროფესიები, ასევე ახსენეთ IT სექტორი. აი რამდენად მოდის თანხვედრაში დამსაქმებლების სურვილი და ასევე ადამიანები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ეძებენ სამსახურს. ანუ ძირითადად რა პროფესიის ადამიანები მოდიან თქვენამდე? ანუ რომელი პროფესიის ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად სამსახურის შოვნა? ისეთი პროფესიები, რომლებიც ყოველთვის საჭიროებს განახლებას, მაგალითად, ხო, აუცილებელია მუდმივად განვითარდეს ადამიანები იმ პროფესიაში, რაც აქვთ და ახალი ცოდნა და უნარები შეიძინან. რაც შეეხება ანაზღაურების და ხელფასის ნაწილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმ შანსთან ერთად, რასაც ახალი სამსახური გვაძლევს, ამ მიმართულებით რამდენად დიდია ზრდის ტენდენცია, ანუ დამსაქმებლები რამდენად გულუხვები არიან? კი, ეს ხელფასის საკითხი ცოტა რთულია, იმიტომ რომ ამას ბაზარი არეგულირებს და ესეთ შეუძლებელია, რომ თვითონ ბაზრის ტენდენციებისა და კვლევის გარეშე განსაზღვროთ ხელფასი, მაგრამ ხელფასიც ზოგადი ეკონომიკური ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება ხოლმე მაინც. კი ბატონო და უშუალოდ რომ მიუბრუნდეთ HR Hub-ის საქმიანობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადად რა გამოწვევებს აწყდებოდით წლის განმავლობაში, ჩვენ უახლოვდებით უკვე წლის ბოლოს, ამიტომ ერთგვარი შეჯამება საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან. კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლისთვის და უკვე ამ წლის ბოლოს გვაქვს ასეთი შედეგები, რომ შემცირებულია სამუშაო ადგილები, რაც ვფიქრობ ორი ძირითადი ფაქტორი შეიძლება იყოს განპირობებული. ერთი ეს არის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში და ასევე ტექნოლოგიები, ვიცით რომ ზოგიერთი პროფესია ტექნოლოგიური განვითარების შედეგად საერთოდ შეიძლება მივიწყებული იქნას, მაგრამ სამაგიეროდ შეიქმნება ახალი პროფესიები, ჩვენ AI ვახსენეთ. ასევე AI-სთან დაკავშირებით არსებობს ასეთი შეშფოთება, რომ ის ჩაანაცვლებს გარკვეული სახის პროფესიებს, მაგრამ ესეც არ შეგვიძლია ვთქვათ, რადგან პირიქით AI შეცვლის ისეთ როლებს ორგანიზაციაში, რომელიც არის რუტინული და პირიქით დაგვეხმარება უფრო სწრაფად შევასრულოთ ჩვენი ამოცანები. კიდევ ერთი არც ისე ახალი ტენდენციაა დისტანციური მუშაობა. ამ ნაწილში რა ხდება? ანუ კიდევ არის მოთხოვნადი მსგავსი პროფესიები? კი, ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა თითოეული თანამშრომლებისთვის. ჰიბრიდული რეჟიმი მე ვიტყოდი, სამუშაო კვირის გარკვეული ნაწილი სამსახურში გატარება და ნაწილი დისტანციურად მუშაობა, ეს ძალიან მამოტივირებელია
მიღებულია თანამშრომლებისთვის, განსაკუთრებით ჯენზისთვის, რომელიც დღეს უკვე მთავარი სამუშაო ძალა ხდება ორგანიზაციაში. მაგრამ მან არის ხოლმე გამოწვევა, რამდენად წინააღმდებიან მე ესეთი თანამშრომლები, რომელიც უფრო მეტად დისტანციურად მუშაობენ, კომუნიკაციის ნაკლებობა ხშირად არის ხოლმე გამოწვევა გუნდთან თანამშრომლებს შორის, როდესაც თქვა დისტანციურად მუშაობს, აქვს თითოეული ოპერატორობა, როგორც ნაკლოვანებები ამ მიმართულებას. კი ბატონო, ეს არის მუდმივად ცვალებადი მუშა პროცესი, რომლის მონაწილე ხართ თქვენ ძალიან აქტიურად და აუცილებლად უნდა გკითხოთ, რას გეგმავთ უკვე 2026-ში შემდეგი დასაქმების ფესტივალი როდის იქნება და ძალიან საინტერესო იქნება აქვე მივცეთ პოტენციურ კანდიდატებს, რომლებიც გესტუმრებიან, რჩევები თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება იმისათვის, რომ საბოლოოდ უკვე დასაგდნენ სწორედ თქვენი ფესტივალის მეშვეობა. კი, HR Hub-მა ეს წელი ძალიან წარმატებით ჩახურა, იმიტომ რომ წლის განმავლობაში გქონდა ძალიან ბევრი HR ღონისძიება, HR Business Summit-ი, რომელიც უკვე 10 წელია იმართება და 2026 წელსაც შევთავაზებთ განახლებულ განსხვავებულ პროგრამას HR მენეჯერებს, ასევე გვექნება ყოველთვიური განსხვავებული კონცეფციის საინტერესო ღონისძიებები ასევე HR-ებისთვის და განვავითარებთ კიდევ უფრო მედია მიმართულებას HR-ის მიმართულებით და გვექნება რა თქმა უნდა დასაქმების ფესტივალებიც გაზაფხულზე უახლოესი დასაქმების ფესტივალი ჩატარდება და ყოველთვის ვცდილობთ ახალი საინტერესო პროექტები შევთავაზოთ საზოგადოებას. და მაინც მინდა გკითხოთ, რახან სეზონურობაზეა აქცენტი გაკეთებული, რომელ სეზონზეა ხოლმე დასაქმების ბუმი, რომელი სეზონი ლიდერობს? ყველაზე მეტი კანდიდატი მაინც გაზაფხულზე გვყავს ხოლმე. ჩვენ გაზაფხულზე ვატარებთ ღია სივრცეში, მაგალითად ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალს, სადაც უამრავი, სადღაც 5000-მდე სამუშაოს მაძიებელი იკრიბება და ხდება სამუშაო კომპანიებს, რაც ძალიან გვიხარია. კი ბატონო, მოკლედ, გაზაფხულის ფესტივალამდე გემშვიდობებით, მაშინ საუკეთესო სურვილებით, მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ საზოგადოებისთვის.